Ძალიან მოსვისთვის ქალაქში საშენიც აცოდებია ნახე და აცამილი ვიწყოს ხალხს მაინც ძალიან მიხარია გზადებით თქვენ ხართ აქ თბილისში 7 საათზე საქართველოში ეს უკვე ნიშნავს ეს ნიშნავს ეს რაღაცას ნიშნავს თქვენ საერთოდ დაფიქრდით ლექსის შესახებ შეიტყვეთ შემდეგ თვითონ სპიკერის შესახებ სხვა მომსვლების შესახებ თემის შესახებ მაგრამ თქვენ ასევე იყავით პოლიტიკურ თავისუფლებას იმისთვის რომ ზოგადად თქვენ აქ არიქნებოდით ამიტომ ის თქვენ ახლა უკვე ამბობს თქვენ შესახებ რაღაცას და პოლიტიკური თავისუფლება როგორც ნახავთ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ლექსის ზოგადად რესპუბლიკური აზროვნების თავისუფლება არის ფუნდამენტი რაზეც დგას რესპუბლიკური ფილოსოფია და ჩვენ მისდათრობას მისის განხილვას ავტორთ დროს მაგრამ რამდენად თავისუფალი ხართ თქვენ და ვართ ჩვენ არის თორე სახელმწიფო, სადაც ყოველდღე თითოეულ ჩვენგან მოსდის ტექსტური შეტყობინებები, რომლის მიღების სურვილი მას არ გააჩნია. არის თორე სახელმწიფო, სადაც ცოლები რეპრესიულ ქრებს ემონებიან და არის თორე სახელმწიფო, სადაც ინვალიდი არ არის სოციალურად და პოლიტიკურად ჩართული და არ თავისუფალი. არის თორე სახელმწიფო, სადაც ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული და არის თორე სახელმწიფო, სადაც ძალაუფლების დაყოფის პრინციპს სრულად ღიად, მიზანმიმართულად და ხელჩართულად ებრძვიან საქართველოს პრეზიდენტთან ბრძოლის სახით. სამწუხაროდ პასუხი ყველა მოკითხველზე ერთია, დიახ, და ამ აფირმატივიდან გამომდინარეობს ძალიან მარტივი დაკვირვება, მარტივი და სამწუხაროდ დაკვირვება, რომელიც არის ის, რომ ჩვენი თავისუფლება მონების თავისუფლება. ჩვენ გვეუბნებიან საქართველოს თავისუფალი სახელმწიფო, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ განიჭერს კონკრეტულ უფლებებს და პოლიტიკურ თავისუფლებას. იმავდროულად ჩვენ საკმაოდ შორს ვართ თავისუფლებას. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლება ზოგადად ჩვენთან არის, ესე იგი, უზურპირებული და დამახინჯებული სხვადასხვა სოციალური ფაქტორების თუ ძლიერი და გავლენიანი ინსტიტუციების გამო, და ასეთი თქვენთვის ყველასთვის ცნობილია, თუმცა ერთი ძალიან ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც თავისუფლების მტერია და სხვა ბევრი სოციალური თუ კულტურული წარმონაქმნი, რომელიც ასევე ემტკიცება თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ აქ მეორე რაღაცაც არის, რაც რომ ჩვენთან დომინანტური ისრაელის სრულად სოფლიოში არის თავისუფლების ლიბერალური იდეა, რომელიც თავისთავად უკვე ნაკლებად პრეტენზიულია, ის ნაკლებად მომთხოვნია, ის ძალიან ცოტა სიტყვის იმისთვის, რომ მოქალაქე ჩათვალოს თავისუფლება. და მე პირადად როგორც რესპუბლიკელს ეს მოგმოყოლებს და თქვენს გეტყვით, რატომ არ მოგმოყოლებს შეიძლება და მეტახოთ შეიძლება არ. ახსენე რომ მე ვარ რესპუბლიკელი და ეს ყველამიც მისწორ და ფეისბუქისაც არ მეგობრად მაგრამ შეიძლება ძალიან ვსაუბრო აქ მინდა დავწერო დღეს მე ვსაუბრო არა როგორც რესპუბლიკელი არამედ როგორც ადამიანი ვინც იკვლევს იდეების ისტორიას კონკრეტულ პოლიტიკურ იდეების ისტორიას ჩემი დღევანდელი გამოსვლა არ მინდა იყოს პროპაგანდისტული ეს მე მგონია თქვენ გაგაცნობთ რა არის რესპუბლიკანიზმი და მე მინდა რომ რა თქმა უნდა დიდი სურვილი მაქვს რომ თქვენს მოეწონოს ეს ფილოსოფია ვისაც უკვე მოსწონს და რა თქმა უნდა მე მინდა რომ ქვეყანა იყოს რესპუბლიკა მაგრამ მე დღეს აქ საუბრობ როგორც იდეების ისტორიკოსი ადამიანის იკვლევს იდეებს მაშინ სხვა იდეას რომელიც მე არ მომწონს აბსოლუტურ ტექსტსაც კითხულობ რა თქმა უნდა მათ შორის ჰობს რომელიც მე საერთოდ არ მომწონს მგონია ხილებული მოაზროვნე მაგრამ არ მომწონს მისი პოლიტიკური აზრები როგორც მას არ მოსწონს მაგიერი და რესპუბლიკელები ანუ მე აქ ვარ როგორც იდეების ისტორიკოსი და არა როგორც რესპუბლიკანიზმის ესე იგი ქადაგებები როგორც ასეთი ოღონდ აქ დავამატებ იმასაც რა თქმა უნდა ნებისმიერი საუბარი ყოველთვის თავისთავად არის პროპაგანდაც და კრიტიკაც ეს გარდაუვალია რაც რა თქვა არის პროპაგანდისტულიც და კრიტიკულიც მაგრამ ეს გაშევ ვერაფერს ნებისმიერ მტკიცებულება შვება ამას პირველ რიგში დავიწყებ შესწავლით, ჩვენი საუბარი ამ წესრიგი წავა, მოკლე შესწავლით, განავალმალებ ისტორიულ რაკურსზე, იმისათვის რომ შევაფასოთ რა არის რესპუბლიკანიზმი და რა ყოფილა, და რა შეიძლება იყოს, პრინციპში ძალიან ცოცხალი რამ არის, თითოეულ თქვენგან შეუძლია და კარგიც იგავთ ასე ის გარდაქმნას ეს იდეა, არ უნდა დავამოვნოთ იდეოლოგიებს, რა თქმა უნდა, არც ერთს ჩვენ თვითონ ვქნით ამას და იმედია დისკუსია რომელიც ბოლოს მოყვება ჩვენ საუბარს იმედია საქართველოს შეეხება პირველ რიგში და ასევე იმედია შეეხება იმას, რომ რა შეიძლება იყოს თქვენთვის, ზოგადად ამ სივრცისთვის რესპუბლიკანიზმი. არა ის როგორც ეს მაინდა-მაინც ხდება ტექსტუალურ კონკურსში, ავტორებთან, წმინდანებთან, არამედ ისე როგორც ეს თქვენ გესმით და ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს უკეთესი. პირველ რიგში დავიწყებ შესწავლით, შემდეგ ისტორიულ რაკურსზე
მე რეგულირებულად თავისუფლების ცნებას, აი აქ შევარდნით ყველაზე მეტად ლიბერალიზმს და რესპუბლიკანიზმს, რომელიც არ არის ერთი ლიბერალ, თუნდაც იმიტომ რომ რესპუბლიკანიზმი არსებობდა 20-ზე მეტი საუკუნის უფრო ადრე ვიდრე ლიბერალიზმი და ბევრი სხვა მიზეზის გამო არ არის. შემდეგ რამდენი ზოგად ასპექტების ვარაუდობთ, რომელიც არის ესე იგი დაყოფა, იდეალების არჩევა მეტად გამოჩნდეს. ძალიან რთულია ზოგადად ასეთი ლექსის წაკითხვა რესპუბლიკანიზმის საუბარი, დღეს ყოველდღე არის თავხედობა. ამის განსხვავებული მე რესპუბლიკანიზმის საუბრობ, რადგან რესპუბლიკანიზმი როგორც ასეთი ამერიკაში შესავალზე არ არსებობს. არ არსებობს, იმიტომ რომ ის არ არის ერთი მონოლითური წარმონაქმნი, რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ როგორც ერთ ისმზე. ეს ძალიან ცოცხალი ფენომენია. ის ბევრი რამა, აქედან დავიწყოთ, ეს არის მართლობის იდეოლოგია, ეს არის სამოქალაქო ცხოვრებისა და ქმედების ფილოსოფია, ისე როგორც მაკიაველის დასაწყებით, ციტირებ თავისუფალი ცხოვრების წესი და ეს გვარი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რესპუბლიკა არის კულტურა. ეს არის ერთგვარი კულტურული წესრიგი და არა მხოლოდ პოლიტიკური ფორმა და იმედია დასასრულამდე უფრო უკეთ გამოშვება, რატომ და უფრო არის რესპუბლიკა კულტურული წესრიგი, არა მხოლოდ პოლიტიკური ფორმა, რომელსაც წარმართავს მონარქი. რესპუბლიკაზმი არის ძალიან ძველი ტრადიცია, როგორც ვახსენებ, ეს საუკუნოვანი საერთო ტრადიცია, რომელიც ავტორის მთელ კორპუსს აერთიანებს, დაწყებული ციცერონიდან, მარსილიო პადუელის, ნიკოლო მაკიაველის, ჯეიმს ჰარინგტონის, ჟან-ჟაკ რუსოსა და ამერიკის დამფუძნებელი მონარქის გავლით დასრულებული, თუმცა არ დასრულებულა, ჰანა არენდით მე-20 საუკუნეში, ის დღემდე გრძელდება, მას ჰყავს ბევრი მნიშვნელოვანი ექსპონენტი. აქ შორის დამზადებული კვენტინ სკინერის ისტორიის მხრიდან, ისე როგორც ფილიპ პეტიც, რომელიც ბოლო წიგნი გამოვიდა 2014 წლის თვეში იანვარში, ეს არის ძალიან მოძრავი რამ არის, ძალიან ცოცხალი რამ არის, ეს სულაც არ არის, როგორც ხშირად გამიგია, მაგრამ ის ნაკლებად იცავს ტრადიციას, მყარი ტრადიცია, ეს სულაც არ არის. პირიქით, ეს არის ძალიან ცოცხალი და სიცოცხლეზე და ქმნადობაზე ორიენტირებული სააზრო ტრადიცია. მე პირადად ზუსტად ეს მომწონს რესპუბლიკანში, ის არ ყინავს, არ სახელმწიფოს არ სტროს, ის არ ითხოვს ცოდვას, ის ძალიან პრეტენზიულია და ძალიან ცოცხალი და ითხოვს მეტს ადამიანისგან, ის როგორც სახელმწიფოსგან. და საერთო სივრცეს ქმნის, რომელიც აი მეტობის იდეაზე, ქმნადობის იდეაზე, მუდმივი უკეთესობის იდეაზეა დამყარებული და perpetual republic, რასაც ქვია, მუდმივი რესპუბლიკა, ზუსტად ამას უკავშირდება, რომ რაღაც სტაბილური ფორმა შექმნას დროში. ეს სტაბილურობა არ მხოლოდ ადამიანებით, მხოლოდ სახელმწიფო რესპუბლიკანების ვერ იქნება სტაბილური, ის ვერაფერი ვერ იქნება, თუ ადამიანები არ არიან მოწოდების სიმაღლეზე. სწორედ რესპუბლიკანიზმი დგას მოქალაქეობაზე, როგორც ალბათ იცით, და ის დგას უფრო კონკრეტულად ქვეულ მოქალაქეზე. და შემახასად შევეხოთ მოკლედ, თუ დაგვრჩება. სწორედ იმიტომ, რომ რესპუბლიკაში არის საკმაოდ ძველი საერთო ტრადიცია, მას უარსებია ძალიან მრავალ განსხვავებულ ისტორიულ კონტექსტში და თითოეული საფუძვლად შეუძენია განსხვავებული უშუალო. და ამიტომ არის რთული ვისაუბროთ რესპუბლიკანიზმზე, როგორც ერთ მონოლითურ წარმონაქმნზე, ესეთი არ არის საკუთრივ. პირიქით, მინდა რომ ამაზე მეტი აქცენტი დავსვა. რესპუბლიკა ზუსტად იმიტომ მას უარსებია განსხვავებულ ისტორიულ კონტექსტებში, აქვს მკვეთრად განსხვავებული მნიშვნელობები და დღემდე იძენს მკვეთრად განსხვავებულ მნიშვნელობებს. სხვადასხვა არაფერი, ყველას გაგიგება და სხვადასხვა რესპუბლიკები იყვნენ, რომაელი სენატორი ციცერონიც, ფლორენციის საჯარო მოხელე და პოლიტიკური მოაზროვნე მაკიაველიც, ჟენეველი ჟან-ჟაკ რუსოც და თვით ჯორჯ ბუშიც. ეს მოწმობს სულით აუცილებელია გამიჩნოთ სახელი ერთი მხრივ და აზრი მეორე მხრივ. ეს პარტიას ასახავს ხარშვის, ეს ამერიკის რესპუბლიკური პარტია, რომელიც ყველაზე ცნობილი რესპუბლიკური ინსტიტუცია, არ არის რესპუბლიკური, მას არაფერი არ აქვს საერთო რესპუბლიკანიზმთან და თუ რამე აქვს საერთო, მე ვიტყოდი ეს არის დამბაზებული მამების პრინციპების ღალატი ბევრი მიმართულებით და თავისუფლების სრულიად ქაოტური და გიჟური იდეის დატოვება, რომელიც გვიწყობს ველურ დამრეგულებულ თავისუფლებას. და ეს ხშირად გასმის მოურავი სხვადასხვა მიმართულებით, როდესაც ამერიკაში იმართება დისკუსიები. მოკლედ თუ ვიტყვი, ამერიკის რესპუბლიკური პარტია არ არის რესპუბლიკური და იმედია ეს არ იქნება ჩვენი სტანდარტი, რომელიც პრინციპებს განიხილავთ რესპუბლიკანიზმს. და სხვადასხვა კონტინენტზე ყოფილი პარტიები, რომელიც საკუთარ თავს რესპუბლიკას უწოდებენ, ზოგიერთი მაგარი ყოფილი რადიკალი მემარცხენეები და ლიბერალი მემარცხენეებიც ბევრი ყოფილი და არიან პრინციპში და მეც და ფილიპ პეტიც თავარი ფილოსოფოსი ვინც არის დღეს რესპუბლიკანიზმის ჩვენ ორივე ასევე ვთვლით, რომ რესპუბლიკანიზმი თუ უნდა შევადაროთ, ესე იგი პრაქტიკულ პოლიტიკაში ცნობილ ტრადიციას, ეს ყველაზე ახლოს დგას მემარცხენე ლიბერალიზმის და პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით და ასპექტები, რა თქმა უნდა, ასევე დგას სოციალურ დემოკრატიას, ოღონდ ის არ არის სოციალური დემოკრატია და ბოლოს თავისუფლების ცნების ექსპრესიის მერე ვეცდები თქვა, რატომ არ არის. საკარბერი და განსაკუთრებული და რთული არ არის, მაგრამ მაინც დავძენთ, რატომ არ არის ის სოციალ-დემოკრატია.
მას გადავიდეთ, ახლა თქვით რომ სახელი და აზრი უნდა განვასხვაოთ, ის როგორც ნებისმიერი იდეის, თვითონ იდეათა სისტემის შესახებ საუბრისას, ძალიან მნიშვნელოვანია განვასხვაოთ, რა თქვით სახელი და თემი კონოტაციები რაც მოყვება, ტემპორალური დებრისი, ასე ნაგავი დროში, აღებული, ესეთი ვიტყვით, რაც ძალიან ხშირად ყველა იდეის შემთხვევაში ამახვილებდა პირველად მნიშვნელობას. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავმიჩნოთ ერთი მხრივ ეს სახელები, ამერიკის რესპუბლიკური პარტია და ჯორჯ ბუში ეხარეს და მეორე მხარეს რა არის ნამდვილი რესპუბლიკაზმი ისე როგორც მას განაცნობდნენ საუკუნეების განმავლობაში, იქ სახალხო ფორმებით, ციცერონი, მაკიაველი, რუსო და არაერთ სახელმწიფო. ამ ფიქრობ ჯორჯ ბუშის ორგანიზად ისინი გვეტყვიან რა არის რესპუბლიკაზმი. მაშინ ეს სახელი, თავად სიტყვა რესპუბლიკა, როგორც საკუთარ ცნობილია, სიტყვასიტყვით ნიშნავს საჯარო საქმეს და ნამდვილად საჯაროობა, საქმის საჯაროობა რესპუბლიკური ფილოსოფიის და შემართების აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია. მართლა კარგად ისმის არა, ყველას ისმის, თუ რაღაცა არის ის გთხოვ, ვიკრათ, რა პრობლემა არის. ეს საქმის საჯაროობა არის რესპუბლიკაზმის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილი. სხვა მხრივ რესპუბლიკა არის ორი მნიშვნელოვანი რამ, შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი რამის ვიტყვი. პირველ რიგში ეს პოლიტიკური ფორმა, ერთად ისეთი პოლიტიკური სხეული, რომელსაც არ ჰყავს მონარქი და სადაც სახელმწიფოს მეთაური არის ხალხის მიერ არჩეული. სადაც რესპუბლიკაში ძალაუფლება ძევს ხალხში, ეს უთავისუფლებელი პრინციპია. და ძალაუფლება არა მხოლოდ ხალხში ძევს, არამედ რესპუბლიკაში ცდილობს ისეთ წყობას მიაღწიოს, სადაც ძალაუფლება მაქსიმალურად არ არის ხალხის. შეიძლება ძალაუფლება წარმოგვიდგოს ისეთი რამ რაც ხალხში ძევს, მაგრამ ის არ იყოს ხალხის, რესპუბლიკაზმი ძალიან პრეტენზიულად ცდილობს თქვას, რომ ძალაუფლება მაქსიმალურად უნდა იყოს ხალხის. ძალაუფლება არის ხალხი და ძალაუფლება არის ხალხის. და ეს ახლა ფედერალიზმის პრინციპში მაქსიმალური დემოკრატიის ფორმაში ყველაზე მეტად ეს იდეა ლეიბლს გამოხატავს. მეორე მხრივ რესპუბლიკა არის თვითონ პოლიტიკის შინაარსი. და ეს მეორე მნიშვნელოვანი ძალიან საყურადღებო, როცა ვსაუბრობ რესპუბლიკაზე, ყოველთვის ვსაუბრობ პოლიტიკის შინაარსზე და არა ფორმაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენი თანამედროვე ქართული პოლიტიკური დისკურსის უფრო მეტად და მეტად ესე იგი ახდენდეს კონცენტრირებას შინაარსზე, ვიდრე ფორმაზე. ფორმა ძალიან შემატყუარა, რა, ჩვენ წლები ვიყავით დემოკრატია, მაგრამ ძალიან შორსა დემოკრატიულობისგან და დემოკრატიული საზოგადოებისგან ჩვენზე თითქმის არ ითქმის. ასევე რესპუბლიკაზე მხოლოდ მონარქის არ ყოველას ნიშნავდეს, მაშინ ძალიან დიდი ნაწილი მსოფლიოსი, მათ შორის საქართველო, იქნებოდა რესპუბლიკა, რაც სიმართლეს არ შეეცვალა, შეხვდით. მონარქია პირდაპირ კონფლიქტში მოდის რესპუბლიკასთან, როგორც ფორმასთან, როგორც იდეალების კორპუსთან. მაგრამ აი ახლა გავაღოთ ძალიან მნიშვნელოვანი ზღვარი. მონარქია, რომელიც კონსტიტუციით არის შეზღუდული, გნებოთ კონსტიტუციური მონარქია, არჩევითი მონარქია, სადაც მეფე არჩეულია, ასეთებიც არსებობს, ეს როგორც ყოფილა. მაგალითად, ერთი ძალიან კარგი მაგალითი არის რომის პაპი, რომელიც არის არჩეული მონარქი, მას კოლეგია ერჩევს და ასეთი მაგალითი ის როგორც ყოფილა. ერთი საერთოდ ძალიან მაგალითი, რომელსაც მე დღეს ვსაუბრობ, ეს არის პოლონელების დიდი ვაროვანთა რესპუბლიკა. ძალიან საინტერესო თუ შეამოწმებთ, Golden Liberties თუ ჩაწერთ ინტერნეტში ამას ნახავთ. ეს იყო მე-16 საუკუნეში რესპუბლიკა, რომელიც დაარსეს დიდ ვაროვანებმა და არჩეული მონარქი ყავდათ, ანუ აბსოლუტიზმს აჯობებს. და მონტესკიეც, ძალიან ცნობილია მონტესკიეც, როდესაც ის წერს რესპუბლიკაზე, როდესაც ის საუბრობს რესპუბლიკის შესახებ, ის გულისხმობს ფორმას, რომელსაც ყავს მონარქი. კონკრეტულად კი გაერთიანებულ სამეფოს. ეს ორი მაგალითი აჩვენებს იმას, რაც ცხადი არის ციცერონზე ზამთრის ხოდაშორის ციცერონი ყოველთვის აგულისხმობს მაინც ფორმას, ის შემოგულისხმობს შინაარსს. ანუ შინაარსი უნდა იყოს დღეს მეც ერთ-ერთი ყველაზე რესპუბლიკური პარადოქსულად გონია გაერთიანებული სამეფო, სადაც მე თვითონ ცხოვრია ბევრი წლის განმავლობაში და მგონია რომ ის არის შესანიშნავი რესპუბლიკა, მიუხედავად იმისა, რომ მას ყავს მონარქიაც თავისთავად ცუდია. აქ ერთი პრობლემა არის პრინციპში ალბათობის ასპექტი, რასაც დაუბრუნდები, აი ამის გამო რესპუბლიკა მაინც გვეწყალობს მონარქს. და რა თქმა უნდა კონტექსტუალურად დავწერა, რომ საქართველოში ნებისმიერი მონარქის აღდგენა არის კატასტროფა დუღუნური იდეა და ეს არ მოხდა არასდროს, უბრალოდ თეორიულად ვალდებულებული თავს თქვა, რომ ესე იგი არ არის აუცილებელი იყოს ძალიან პირდაპირ წინააღმდეგ მონარქიის, კონსტიტუციაში შეზღუდული მონარქიის ყოველსა და რესპუბლიკას შორის. ეს ინგლისური მაგალითი მონტესკიესაც და ჩემთვისაც პირადად. ზოგადად რესპუბლიკანიზმი არის პოლიტიკური თეორიის კორპუსი. Цели ფილოსოფია ეს პირველად შეიმუშავეს რომში, კლასიკურ რომში და შემდეგ უკვე რეალურად ბრუნდება გვიანდელ შუა საუკუნეებში. ზოგადად ძალიან რთულია იმის რომ იწყება ეს საერთო ტრადიცია.
ძალიან რთულია, რადგან პირველ შეგნებულ ავტორად გვევლინება ციცერონი, თუმცა არისტოტელიანური პოლიტიკაც, მნიშვნელოვანი მიმართულებით არის რესპუბლიკური და აქედან ძალიან მოკლედ ვიტყოდი რესპუბლიკაზმის ორი განსხვავებული ტრადიცია, ერთი არის ესე იგი ათენური, მეორე რომაული, შესაბამისად ახლა ნეოათენური და ნეორომაული. ეს პირველი არის ეს ნეოათენური არისტოტელიანური მიმართულება, ეს ძველ ათენზეა დამყარებული, როგორც პოლიტიკურ ეთნოზე. ამ ხელშეშლში აქცენტი ეკეთება პოლიტიკური მონაწილეობის იდეალზე, ჩართულობაზე, ჩვენი ენით ვიტყვით, მაგრამ როგორ შეიძლება არისტოტელე ადამიანს ესე იგი უყურებს როგორც ზოონ პოლიტიკურს, ანუ პოლიტიკურ ცხოველ, არ გქონდეს პოლიტიკურ ცხოველს, შესაბამისად ამ ხელის მიხედვით პოლიტიკური მონაწილეობის მეშვეობით ადამიანი საკუთარ ბუნებას ანხორციელებს, რა, იმასაც არისტოტელეს აზრით ის ილუსტრაციაზე შექმნილი პრინციპში. ანუ ფორმა ეხმარება აი ამის განხორციელებას და ამ ტრადიციის გამზრდელია ზუსტად ჰანა არენტიც. მეორე ტრადიცია არის რომაული რესპუბლიკური მიმართულება, რომელიც განსხვავებულია ისტორიულად ეს უფრო პოპულარული იყო, აი ეს არის რესპუბლიკაზმი, რომელიც ხდება აცილებით უფრო მეტად ისტორიულად, რეალურად, სხვადასხვა კონტექსტში. ეს ხდება 16 საუკუნის ფლორენციაში, სადაც ნიკოლო მაგიაველი აცოცხლებს ის არის თავი ადვოკატი რესპუბლიკანიზმის, შემდეგ მე-17 და მე-18 საუკუნის ისტორიულ პოლიტიკურ ისტორიაში უმეტესწილად ეს გვევლინება ენერგია, რომელიც მიმართულია აბსოლუტიზმის წინააღმდეგ, ანტიმონარქიულ ენერგია, ამის გასაგებია მაგალითად მე-17 საუკუნელი ბრიტანელი პარლამენტარები, რომელიც უნდა 11 წლით დაამყარებენ ინგლისის მიწაზე რესპუბლიკას 1659 წლებში. და რა თქმა უნდა მე-18 საუკუნელი აჯანყებული კოლონისტები, რომელიც გამოაცხადებენ რესპუბლიკას ამერიკის შეერთებულ შტატებს საბოლოოდ. და უკვე ჩვენს პერიოდში ნეორომაულ რესპუბლიკას აგზელებენ კვერდისკინერი და ფილიპ პეტრი, რომელიც მახსენებ. რეალურად რესპუბლიკაზმი შუა საუკუნეებში ცოცხლობს, ის არ ქრება სულიად, ცოცხლობს, მაგრამ არის ძალიან უმნიშვნელოვანესი ენერგია, პოლიტიკურად სრულად არ არის რელევანტური, ის როგორც ის იქნება უკვე მოგვიანებით, მე-18 საუკუნეში მაგალითად. რესპუბლიკაზმი ბრუნდება მაშინ, როდესაც დამოუკიდებელ სავაჭრო ქალაქებში ამ ქალაქის ბიურგერები, ამ მოქალაქეები ეძებენ ფილოსოფიას, რომელიც მათ იდეალებს და მათ ინტერესებს გამოხატვას მისცემს. და სწორედ მამადაშვილის ერთი ესე დამახსენდება ადგილი და მეც მგონი უშუალოდ გავმიჩნევთ ბიურგერობა, ესე იგი ბურგერი ერთი მხრივ და ბურჟუა არ არის ერთი და იგივე. ბურგერი არის მოქალაქე და ქართულშიც მოქალაქე, სპუძეში ჩანს ქალაქის მკვიდრია და პოლისის მკვიდრი რესპუბლიკურად თუ ვიტყვით და პოლიტიკა თავისთავად არის ის, რაც ეხება პოლისს. ეს არის თავი, ესე იგი არსი. ის რაც ეხება პოლისს. და სწორედ სოხანცანს აქვს ერთი ძალიან საინტერესო, რომელიც ახლა საინტერესო პასაჟი, აი ასე გამოყვანს ქალაქს და ძალიან საინტერესო გონია. თანამრავლობასა და თანასახლობასა ქალაქ სახელებების. ვინადგან კაცი ერთი ვერტმა ეყოფის თავსათვისა, ამით რათა შევეწეოდეთ ერთი მეორესა და სარგებელსა მივან აყოფებდეთ. ეს ამავე რაჩას მარტო კაცი არ არის საკმარისი, მან ეძია და ახვალა პოლიტიკური კომპანია, ის სარგებლით, ანუ საყოველთაო სიკარგის იდეით გაერთიანდა და პოლიტიკური ასოციაცია დააარსა, რომელიც არის ქალაქი, შესაბამისად მოქალაქე. ჩვენ ქართული რესპუბლიკანების გვაქვს, აღნიშნული მე ამას სულ ვამბობ, მაგრამ ჯერ კიდევ არ მოგეცემ ცოტა რომ ამაზე მეფიქრა, იმიტომ და მეც რა რამე და აუცილებლად მინდა ეს ტრადიცია არის და შეგვიძლია დისკუსიის დროს ამას შევეხოთ. ეს უკვე ბოლო შედარებით ბოლო წლებში ხდება, განსაკუთრებით თქონდა ჩვენი რესპუბლიკის დამფუძნებელ მამებში და სხვებში, მათ შორის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძესა, რომელიც ქრისტიანულ რესპუბლიკანიზმს განაცხადებს. ის დღეს წმინდანია და კარგი იქნება თუ ის ინსტიტუტი რომელიც დააწმინდანა გაეცნობა მის ტექსტებს და ნახავს იქ ქრისტიანობის რესპუბლიკურ შემართებას და პირიქით რესპუბლიკანიზმის ქრისტიანულ შემართებას ეს მოგონი ძალიან კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. პოლიტიკური აზრის მიმართულებით ამ დაბრუნებას რესპუბლიკანიზმის დაბრუნებას მოდერნობაში როგორც თქვი სათავეში უდგას ნიკოლო მაგიაველი. რა თქმა უნდა მაგიაველი როგორც ყოველდღიური პრინციპი არის ცნობილი როგორც ამას იგი აბსოლუტურად ამორალური და გარყვნილი წიგნის ავტორი რომელიც არის მთავარი ეს ძალიან ცუდია და ძალიან ზერელე დახმარი მაგიაველის მაგალითად გაცილებით მნიშვნელოვანი წიგნი მისთვის და ზოგადად როგორც ტექსტი არის საუბრებრივი შესახებ. სადაც ის რომაული რესპუბლიკანიზმის ექსპონენტად გვევლინება, ის აბრუნებს რომაულ რესპუბლიკანიზმს და ცდილობს ის ამბობს კიდევაც ის ცდილობს დააბრუნოს იდეალი, რომელიც მისი აზრით არსებობდა ერთ დროს და
აღარ არსებობს და ეს სჭირდება სამოქალაქო ცხოვრებას იმისთვის, რომ ის დაუბრუნდეს სამოქალაქო ცხოვრებად ყოფნას. ან იდეალს, რომელიც მას აქვს, რომელიც მისი აზრით აღარ არის ადგილზე აღარ. ძალიან მოკი გეტყვი, რომ რესპუბლიკანის ისტორიაში მაკიაველის უკავია სრულიად სემინალური პოზიცია. ის არის ხიდი ანტიკურობასა და მოდერნულობას შორის. ის პირდაპირ დაგებით აბრუნებს რესპუბლიკანის თავისუფლების რომაულ იდეას, რომაულ იდეას, ეს არის ნეორომაული იდეა, მაგრამ მაკიაველი იმითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმითაც რომ მას გავლენა აქვს შემდეგი რამდენიმე საუკუნის მოაზროვნეზე. მაკიაველის რესპუბლიკური იდეებს იღებენ, მეშვიდე საუკუნის ინგლისელი რესპუბლიკელები, რომელიც ინგლისში დაამხობენ მონარქიას. მაკიაველის აქვს გავლენა ჰიუმსა და მონტესკიეზე და ლოკზეც კი ლიბერალიზმის მამაზე. შპინოზას შემდეგ, ზოგადად მისი იმიჯი არის, როგორც რესპუბლიკელისა, ის არ ითვლება ტირანად, ან ტირანების მასწავლებლად, ეს არ ყოფილა თვითონ ძალიან განსხვავებული იდეების ადამიანი იყო, როგორც პიროვნება და ჟან-ჟაკ რუსო თვითმის მთავარს, რომელიც ბადებს ამ შეხედულებას, რომ შეიძლება იყოს ტირანების მასწავლებელი, თვით ამ ტექსტს კი ჟან-ჟაკ რუსო მიიჩნევს რესპუბლიკურ ნაშრომად და რატო? იმიტომ რომ მისი აზრით მაკიაველემ ასწავლა ხალხს როგორია ტირანი. ან შესაბამისად ისინი გაანადგურა ტირანის ხასიათის შესახებ და ასწავლა როგორ არ მიიღონ ტირანები საბოლოოდ. ეს ესე არ არის, ინგლისში და მაკიაველის წერს ესე არ არის, მაგრამ რუსო ამას თვლიდა, ამ თვითონ თავაზეს კი ესე თვლიდა. მოკლედ, დავუბრუნდეთ რესპუბლიკანიზმს, უკვე მე-19 საუკუნეში რესპუბლიკანიზმი პირველად იწყებს ბრძოლას, მე-19-ში ის არის მკვდარი, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის და ცხოვრების ფილოსოფია და პრაქტიკა, რესპუბლიკანიზმი უკვე არის სრულიად რელევანტური, ის აგრძელებს არსებობას ჩვეულების და მორალის სფეროში, მაგრამ ეს პოლიტიკურად უკვე სრულიად რელევანტური, ის აღარაფერს აღნიშნავს პოლიტიკურად. შეგაცემ ეს არის უკვე კონტექსტი, სადაც დომინანტური არის აბსოლუტიზმი და აქ უკვე რესპუბლიკანიზმი ითვლება რაღაც გუშინწინდელი დღის გათვალნაშად. ესეა ძველი დროების ნაშთად, რომელსაც არავითარი აზრი აღარ აქვს. ანუ უფრო ეთიკური ასპექტი ცოცხლობს, მაგრამ პოლიტიკური მკვდარია. და სწორედ შილერის ეთიკური რესპუბლიკანიზმი არის მნიშვნელოვანი საგანიკულების დღეს. ასევე მე-19 საუკუნის პარიზის სალონებიდან წერილების რესპუბლიკა, რომელიც საერთო სივრცე არის, რომელიც იდეალებს ემსახურება და არ საზღვრებს, ესეც რესპუბლიკური, მაგრამ ესეც უკვე ლიტერატურია, ესეც უკვე ეხება მეჩვენებას, ესე იგი რესპუბლიკური მეგობრობის ცნება რჩება, რესპუბლიკური ესე იგი ვალდებულების გზნობა რჩება და ასე შემდეგ, მაგრამ პოლიტიკურად აღარაფერი არ არის. ამერიკის კონტექსტში და ამერიკის კონტექსტზე გადავთ უშუალოდ კანონზე და თავისუფლებაზე, ამერიკის კონტექსტში ყველაზე რესპუბლიკური და ნამდვილად რესპუბლიკური აქტი არის ამერიკის დაფუძნება. ეს მაკიაველის და მონტესკიეს ნაშრომზე დგას. შემდეგ უკვე იქას ამერიკაში ჯაპანის ესე იგი რესპუბლიკანიზმის ლიბერალიზმი, ისე როგორც სრულიად მსოფლიოში და მე-19 საუკუნეში ლიბერალიზმი ხდება ჰეგემონური და მაშინვე არის ის ჰეგემონური სრულიად მსოფლიოში ოსტოში ეგრეთ წოდებულ თავისუფალ სამყაროში და ეს არის დომინანტი იდეა, რომელიც დღემდე ჯაპანის რესპუბლიკანიზმს, თუმცა ლიბერალიზმი შედის კრიზისში, რაც უფრო მეტი ლიბერალიზმი თუ უფრო მეტად შედის და ფიქრობ ამან შეიძლება დააბრუნოს რესპუბლიკანიზმი, რომელიც არის გაცილებით უფრო ქმედით და ლიბერალი ფილოსოფია საზოგადოებრივ მოწყობს. ლიბერალიზმი და რესპუბლიკანიზმი ბევრი რამ განასხვავებს, რესპუბლიკანიზმი უფრო მდიდარი და პრეტენზიულია, ლიბერალიზმი ის უფრო მეტად არის ცხოვრების წესი და პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც სადღაც თავისთვის არის. ის უფრო მეტად სწავლობს, რესპუბლიკანიზმი უფრო მეტად სწავლობს არანეიტრალურ სახელმწიფოს და ის არსებობდა მრავალი საუკუნით უფრო ადრე, ვიდრე ლიბერალიზმი, მაგრამ ყველაზე მთავარი ეს ფილოსოფიის ძირითადი განსხვავება ეს არის თავისუფლების ცნება და მოდი შევხედოთ ამას კანონი და თავისუფლება და ეს რა თქმა უნდა ეს თითოეულ ჩვენგანს ყოველდღე ეხება. ჩვენ შემამას არ ვაფასებთ, მაგრამ ეს გვეხება ყოველდღე. ჩვენი სიცოცხლე პრინციპში არის დამოკიდებული ჩვენს პოლიტიკურ თავისუფლებაზე და იმაზე თუ როგორ დავაკონტროლებთ ყოველდღე ყოველგვარი ჰეროიზაციის დაში ჩვენ ყველა უნდა დავაკონტროლოთ ყოველდღე ხელისუფლება თუ არა და ხელისუფლება საბოლოოდ გავაკონტროლებთ ჩვენ. ეს გარდაუვალია ნებისმიერ სახელმწიფოში. მაშინ გადავიდეთ კანონზე და თავისუფლებაზე. როგორც ცნობილია ლიბერალიზმის ისე როგორც რესპუბლიკანიზმის შემთხვევაში და აქ იქნება შედარებით აბსტრაქტული ნაწილი, მინდა ცოტა ხანი გთხოვოთ მეტი მოქალაქეობის სიკვდილი და გაძლება იქნება შედარებით აბსტრაქტული ნაწილი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გავიგოთ რესპუბლიკანიზმი და შემდეგ გადავიდეთ ნაკლებად შედარებით მოსაცდელი ასპექტზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს შემთხვევაში რესპუბლიკანიზმის და ლიბერალიზმის
განიზრახავს კანონის უზენაესობის მიღწევას, ისეთი წყობის მიღწევას, რაც კანონი არის უზენაესი და არა ადამიანები. სახელმწიფო შემთხვევაში რესპუბლიკაზე ტრადიციულად აკეთებს აქცენტს მის დამოუკიდებლობას. რომელიც არ არის თვითმმართველი, ანუ ის, რომელიც არ მართავს საკუთარ თავს საკუთარი კანონებით, ანუ დემოკრატიულად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით, ის არ აღიქმება თავისუფლად, თუ სხვის ნებაზე სახელმწიფო მოქმედებების არ არის თავისუფალი და რაც თავარია რესპუბლიკელისთვის თავისუფლება პოლიტიკურად ვერ იარსებებს იქ, სადაც თვითონ სახელმწიფო უკვე არ არის დამოუკიდებელი. მაგრამ ახლა გამიჯნოთ და ეს გონია ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამიჯნა, რომ პოლიტიკური თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ორი სრულიად განსხვავებული რამ. აი შეგვესწრის არა, რომ ქართველები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, არა? და რომ თავისუფლება მომთანხმედია და ასე შემდეგ, ჩვენი ჰეროიზაციით, თავისუფლება არ არის მომთანხმედრი, თავისუფლება არის კარ მოქალაქეთა, ხედავთ? საქმე იმაშია, ქართველების ბრძოლაზე როდესაც არის საუბარი, აქ საუბარი არის ბრძოლაზე, რომელიც იყო ისთვის პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის, არა? ანუ არა პოლიტიკური თავისუფლებისთვის. ანუ აქ ბრძოლა იყო ისთვის, უკეთეს შემთხვევაში შენ მიიღებდი იმას, რომ შენი ბატონი იყო ქართველი, არა? და არა უცხოელი. მაგრამ აქ არასდროს არ ყოფილა ბრძოლა პოლიტიკური თავისუფლებისთვის, ანუ ბატონის წინააღმდეგ და მოქალაქეებისთვის თავისუფლების ცხოვრებისთვის. ამიტომ როდესაც ისმის, რომ ქართველი ყოველთვის იბრძოდა თავისუფლებისთვის, ეს არის ძალიან დიდი მითი. ქართველი იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და იბრძოდა ერთი ბატონისთვის მეორეს წინააღმდეგ, უცხოელი და უჯრედო ბატონი არ მიიღო. ქართველი სამწუხაროდ არ იბრძოდა პოლიტიკური თავისუფლებისთვის, გამოდაკლისები არის გურიის რესპუბლიკა, დასავლთა რესპუბლიკა, რაც გადასარევი მაგალითია ჩვენი რესპუბლიკის რესპუბლიკების იმედიის განმავლობა, ოღონდ გამოყოფის გარეშე რატომაც მაგალითია ისე როგორც ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა, ოღონდ აქ სხვადასხვა მომია ელიტა ხუცდებს, ამ შემთხვევაში უფრო მეტად მიდრე ხალხი. ანუ გურიის მაგალითი არის უფრო ჭეშმარიტად რესპუბლიკური, სადაც ხალხი თვითონ იღებს ინიციატივას და აფუძნებს საერთო სივრცეს რესპუბლიკას. მოკლედ რესპუბლიკელი ავტორი მეშორ სახელმწიფოში, რომელიც არის თავისუფალი, ვერ იქნება პოლიტიკური თავისუფლება, შეუძლებელი. კინ მას ხავდეს გადასარევი ბატონი. და ეს იდეა, რომ ბატონი თუ კაც მორჩა, არის ძალიან რესპუბლიკური. შემოყავდეს ჩვენერი ბატონი, რომელიც ძალიან ყვარობს. აი benevolent dictatorship ასე არის იდეა, რომ შეიძლება იყოს დიქტატურა, რომელიც არის ქველი, არა? ეს რესპუბლიკაში არის მაინც დიქტატურა, მონა არის მაინც მონა. ხო, აი მონობის ბატონებს ამას მიორგანიზებენ, რომ თუჩინგა აქ ჩანს რეალურად რესპუბლიკური იდეა თავისუფლების. აი ამ უკვე იქნება დომინაციის იდეა, დომინაცია არის ცენტრალური რამ. ანუ რესპუბლიკელი თვლის, რომ სახელმწიფო, ზუსტად ისე როგორც მოქალაქე, უნდა იყოს დომინაციისგან თავისუფალი. დომინოს იყო ბატონი, რა? ასე მიმართულებით მონაბატონს დომინოს და დომინა თუ ის იყო ქალი. დომინაცია ძალიან ცენტრალური ცნება რესპუბლიკანების აღსაქმნელად. რესპუბლიკელი ამბობს, რომ დომინაცია მრავალნაირი არსებობს, რა? შეიძლება იყოს ჰორიზონტალური, ანუ მე მაგალითად აი აქ ბატონს მამონებდე რაღაც ფორმით და ვიმსახურებდე ისე როგორც რომ მე მამონებდე სახელმწიფო, რა? ესე იგი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. და რესპუბლიკანიზმი იხსნის, რომ მიაღწევს ისეთ სივრცეს, სადაც არც ჰორიზონტალურად და არც ვერტიკალურად არავითარი დომინაცია არ არსებობს. ანუ ბატონი არ არსებობს და არ უნდა არსებობს. ეს არის ძალიან მკვეთრად რესპუბლიკური მითქმა. ანუ უმთავრესი განსხვავება, რაც რესპუბლიკანიზმის და ლიბერალიზმის არის თავისუფლების აღქმის, არის ზუსტად ეს. ისინი სხვანაირად აღიქვამენ იმ მდგომარეობას თვითონ, რომელშიც მოქალაქე მოიაზრება თავისუფლება. ანუ სხვანაირად რესპუბლიკელი ლიბერალი სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებენ თავისუფლებისთვის. იმისთვის, რომ მოქალაქე ჩათვალოს ერთმა და მეორემ თავისუფალი, ისინი სხვადასხვანაირ პოლიტიკურ სიტუაციაში ცხოვრობენ. მაგიარის შემდეგ არის სამი მთავარი რესპუბლიკური პრეტენზია. პირველ რიგში ეს არის თავისუფლების როგორც ნონ-დომინაციის იდეა და თვითონ შინაარსებრივად. ახლა რაც ნიშნავს ნონ-დომინაცია, ამაზე მივალთ, მაგრამ ეს დავიწყოთ, რომ ნონ-დომინაცია, ანუ არა ბატონობა, არა დომინირება. ეს უნდა იყოს რესპუბლიკანიზმის სოციალური და პოლიტიკური მოწყობის უმთავრესი იდეალი, ამის გარეშე არაფერი არ არსებობს და ამას უკავშირდება თვითმმართველობა შემდეგ, ისე როგორც იუსტიციის ხედვა, განათლების ხედვა და ყველაფერი აბსოლუტურად რესპუბლიკაში. ნონ-დომინაციის იდეა, რომ არავინ არ არის დომინანტი, მოკლედ ახედავზე ძალიან მინდა ეს დაიხსოვოთ, რომ როდესაც საუბარია არ ჩართვაზე და არ დომინაციაზე, აქ არავის არ არის საუბარი ნეოლიბერალურ, ესე იგი laissez-faire პოლიტიკაზე, რომელიც თქვა არავინ შეიძლება და შეერი, და თქვა რომ ეს არის თავისუფალი, ის არის თავისუფალი რა, თავისუფალი რისთვის რომ მოხდეს, ხო პრინციპში, რა? და რომ მაღაროელი, რომელიც მუშაობს სასწავლო მდგომარეობაში, ის არის თავისუფალი და შეიძლება წამოიდეს სხვა მუშაობს, რა? ეს არ არის აქ ჩართვა, ეს არის ის ლიბერტარიანული ხედვა, რომელსაც მე პირადად მე ამიზიარებ.
აქ სხვა ჩათვალზეა საუბარი, აქ რეპრესიულ არჩევანზეა საუბარი და თავისუფლების დაიდეალია იმ მხრივ, აი ამას ვერდებით უბრალოდ ორ წუთში. პირველი იდეალია თავისუფლების როგორც ნონ-დომინაციის შენარჩუნება, მეორე არის პირველის განსახორციელებლად გარკვეული სახის შერეული კონსტიტუციის ქონა. ვინც ვახუშტის მოусმინა, ის პირდაპირ დაიგებს პირდაპირ ვახუშტის სალონის კონსტიტუციას, გამოსვლებს, ის პირდაპირ ისე დააფიქსებს აკრაზე საუბარი. ანუ რა ის ძალიან მარტივად თუ ვიტყვით ეს პოლიბიოს გამოცდილების იდეა, რომ ძალაუფლება მაქსიმალურად გაიყოს სხვადასხვა შტოებში და ეს ზუსტად ის პრობლემა რა შეიძლება საქართველოში გვაქვს და ზუსტად ის საფრთხე ძალაუფლება არის დომინაციის საფრთხე, რომელიც პრინციპში ჰქონდა 20 სხვა ფორმებით ბოლო ესე იგი დეკადის განმავლობაში და მესამე იდეალი რა არის? აი ეს დაყოფილი კონსტიტუციის შესანარჩუნებლად საჭიროა მოქალაქე, რომელსაც შესწევს ძალა და გააჩნია სურვილი დროულად იყოს აქტიური შეებრძოლოს ძალაუფლებას, სულ პირდაპირ გაგებით to contest power. შეებრძოლოს, შეეწინააღმდეგოს ძალაუფლებას და ისე ვახუშტიმ ძალიან კარგი მაგალითი მოგვიყვანა, ვინც იგი ხდება ახსოვდეს, პოლიტიკური სივრცის დაყოფა რეალურად ესე იგი ძალაუფლების დაყოფა ქმნის სივრცეს, სადაც არის პოლიტიკურობის შანსი, რა სადაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია იყოს აქტორი. თქვენ შეგიძლიათ გადაწყვეტოთ რა დაემართება ამ ქვეყანას და არა ვიღაცას თავის სასახლეში, რა. თქვენ თვითონ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, თქვენთვის ჩდება იქ სადაც ძალაუფლება ერთმანეთს ემსის ძალაუფლების შტოები. იქ ჩდება ჩვენთვის როგორც მოქალაქეებისთვის ადგილი. და სადაც ძალაუფლება არის ადგილი ჩვენებისთვის. და სადაც ძალაუფლება არის ერთ ადამიანში, ან თუნდაც რამდენიმეში, ზოგადად მოქცეული, იქ არავინ არის ადგილი. არც სივრცე არ არსებობს თქვენთვის, რომ იმოქმედოთ და იყოთ მოქალაქეები. როგორც ახსენეთ, თავისუფლად კლასიკური რესპუბლიკაზე მიხედავს მხოლოდ მოქალაქეს და ეს მაშინ უნდა გახსოვდეს, იყო ძალიან მნიშვნელოვანი დაყოფა, რატომ? იმიტომ რომ ეს თქვა მინიყო მონა, მინიყო მოქალაქე. და ამას ჰქონდა მთელი რიგი სოციალური და ეკონომიკური კონდიცია, რა. ვინც მონა იყო, მას არ გააჩნდა, ვინც ბატონი იყო, მას ყველაფერი გააჩნდა, მას ხმის უფლება და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება. მე მინდოდა ასე რესპუბლიკას კრიტიკაც მომაყანა, რა, იმიტომ რომ იდეალური თეორია, რასაც ციცერონი წერს, ბევრი მიმართულებით ყალბი გამოდის, რადგან იმდროს თქონდა ძალიან პატარა, ასე იგი პროპორციულად პატარა ნაწილს, საზოგადოებას აქვს რაიმე სახის უფლება, ძალიან პატარას, უმეტეს ადამიანს არ გააჩნია არავითარი სახის პოლიტიკური უფლება, მაგრამ ეს ანიშნავს, ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს იდეოლოგია და მოვარდოთ თანამედროვეობას, რაც ყველას გამოაჩნია საპატიო მსგავსი უფლება. და იმისთვის კიდევ განვასხვაოთ ეს იგი რესპუბლიკაზე ლიბერალიზმი, ძალიან ბევრი თქვენგანს გასულია ცნობილ, ასე იგი პოლარულად გამოვიხმობ, ეს არის ბუნებითი მდგომარეობა ერთი მხრივ, ოფიციალური სახელმწიფო, ოფიციალური მდგომარეობა და მეორე მხრივ ცივილურობის ეში. და ეს დაგონახეთ თავისუფლების და კანონის განსხვავებას, ერთი რომელიც ლიბერალებს აქვს, მეორე რომელიც რესპუბლიკელებს აქვს. ნუ ბუნებითი მდგომარეობა ბევრს არ ახსენებ, ძალიან მარტივად ვთქვათ, რომ ეს არის დრო, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს სუვერენი, რომელსაც ყველა ემორჩილება, არ არსებობს კანონთა კორპუსი, რომელიც ყველას ერთიანად ეხება, არ არსებობს კერძო საკუთრება, რადგან ყველა არის ყველასი, ძალაზე არის. მე თუ მინდა ვიღაცას ახლა მოვპარო მობილური ტელეფონი თუ არ არის სახელმწიფო მოვპარა, თუ ცუდი ადამიანი ვარ და ვერაფერს ვერ მიზავს თუ მე ვარ უფრო ძლიერი. ანუ არ არსებობს არავითარი სტაბილურობის განცდა, არ არსებობს გარანტიები და ამას მინდა გავუსვა ხაზი, და ეს გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია რესპუბლიკანიზმის. ამის საპირისპიროდ, რა თქმა უნდა, ჰობსი თვითონ, რომელიც არ არის რესპუბლიკელი, ლიბერალიზმის ამად მიიშურების მიერ, თუმცა მე ვერ დამოწოს ეს სახელების წოდება, მაგრამ ჰობსი არის ჰობსი და ლიბერალი. მაგრამ ჰობს უკვე აქვს ეს ცივილურობის იდეა, რა, სახელმწიფო, რომელიც იწყება აი ამ მდგომარეობის საპირწონედ, რა, სახელმწიფო, რომელიც ცვლის ამ საშუალო მდგომარეობას, რაც ნებისმიერ ეწევს, რა. ადამიანის მტერია ფაქტობრივად მოდი. როგორც ჰობსი არ ამბობს ეს იგი სამართლებრივად, ჰობსი არ ამბობს, რომ ყოველთვის ასე იყო, მე ისტორიულად ადამიანები ერთმანეთს დასდევდნენ აგეთიკით. ჰობსი ამბობს, რომ ამის პოტენციალი არსებობს ძალიან სერიოზული ნებისმიერ ამ შევა მოხდეს. ანუ აქ არის რა პოტენციურად შეიძლება ყველაფერი იყოს ძალიან ცუდად. ის არის სახელმწიფო. პოტენციურად. ჰობს პირდაპირ this was never universally so. ანუ ეს ყოველთვის არ ყოფილა უნივერსალურად ასე. რა ის არ არის ყველას დასდევდა, ის ამბობს, რომ შანსი არის, იმიტომ რომ ადამიანები ესეთი არიან და არის შეიძლება ჰობს. ანუ თავისუფლება აქ ჩდება ამ მხრივ ლიბერალური ხელისუფლებით კანონი ამ ბუნებით მდგომარეობაში არსებულ დაურეგულირებულ თავისუფლებას სურავს. მას იმორჩილებს, თქვათ შევადაროთ, როგორც თქვათ კალაპოტი იმორჩილებს დინარს, რა, რომელიც ბობოკარია სხვა მხრივ. ლიბერალიზმის კანონები ამ აბსოლუტური თავისუფლების მორევში ჩაგული ხიმიჯებია, რომელსაც ყველა თქვენგანი შეიძლება მოეკიდოს საჭიროების შემთხვევაში.
ამდენ ლიბერალიზმის კანონს ახალი არაფერი შეუქმნია პირიქით, ანუ ნეგატიურად, კანონმა ის დაარეგულირა, გახედნა, ნებავთ, რაც უკვე არსებობდა და რასაც ერქვა თავისუფლება, აბსოლუტური თავისუფლება, ხო? ანუ ისეთ დროსაც ყველას შეიძლება ყველაფერს გაკეთება. ანუ ლიბერალურ ხელისუფლების თავისუფლება რეალურად იქ იწყება, სადაც თავდება კანონი. სადაც კანონი დურს იმ შესახებ, რა შეიძლება თქვენ და არა, აი ზუსტად იქიდან იწყება თქვენი თავისუფლება. მაშინ თქვენი ლიბერალური თეორია დღეს ნეგაციაზე, უარყოფაზე, თქვენს თავისუფლებას ლიბერალიზმის განსაზღვრავს რაღაცის არ ყოფნა, absence. რაღაცის არ ყოფნა განსაზღვრავს ფაქტურად თქვენ თავისუფლება და რამდენად თქვენ თავისუფლება. ორი რაღაცა არ ყოფნა და მესტები შემამოკლეს საფრთხე ნაწილი და ვიცი სასტიკად მოგნელი იქნება, მაგრამ უნდა როგორღაც ცილ გაჩვენებებას განსხვავება. პირველ რიგში ვისი არ ყოფნა არის, ეს კანონის არ ყოფნა. კანონის არ ყოფნა აფართოებს იმ ველს, სადაც თქვენ ლეგიტიმურად შეგიძლიათ იმოქმედოთ, რა? თუ კანონი არ ამბობს რაღაცა უნდა თქვენ შეგიძლიათ უკვე თქვენი სივრცეა, რა? და მეორე როდესაც არ არსებობს მესამე პირის ეს მესამე შეგვიძლია კორპორაცია, სახელმწიფო თუ თქვენ თანამოქმედი რომელიც ახლა გვერდიცის, რა? თუ არ არსებობს მათ მიერ ჩარევა ინტერფერენს, ხო? აი მიდროს ჩარევა განვიცვალოთ, ჩარევაში გულისხმობ რაც, როდესაც თქვენს პოტენციურ ქმედებას თქვენი სურვილის და შეხედვების მიხედვით ვიღაც აბსოლუტს, არა? თქვენ თუ გინდა ხარაბასთან გასვლა და მე და ვამბობ რომ არ გახვიდენ გადასვლა, ხო? ეს უკვე ჩარევა და ლიბერალურად თქვენ აღარ ხართ თავსა. ხო? მე ამას გამოვიდა, ხო? ანუ კანონის საფუძველი თავისუფლება არ არის აბსოლუტური ლიბერალისტის ის არის დარეგულირებული. ანუ რაღაც შეიძლება, რაღაც არა. ეხლა რა შეიძლება უკვე რესპუბლიკოს, ანუ ლიბერალიზმის რესპუბლიკაზე განსხვავების მიდგომა კანონთან უკვე და ზუსტად იმიტომ რომ ისინი კანონს უყურებენ სხვანაირად, ისინი უკვე თავისუფლებასაც უყურებენ სხვანაირად. ლიბერალიზმის განსხვავებული რესპუბლიკური ფილოსოფია კანონებს არ უყურებს როგორც ასე იგი ამ აბსოლუტური ბუნებითი მდგომარეობის დამახასიათებელი თავისუფლების შეზღუდვად, ის პირიქით პოზიტიურია და როგორც პოზიტიური თავისუფლება არ არის სხვა რაღაცა, ის პოზიტიურია და ის ლიბერალიზმის განსხვავებით ამბობს, რომ ესე იგი არაფერი კანონამდე არ არსებობდა, ხო? კანონი კი შეზღუდავს რაღაცასაც უკვე არსებობდა, არა როგორც ლიბერალიზმი შეზღუდავს რაღაც არსებობას. არა, კანონი ქმნის თავისუფლება დაიბადა რესპუბლიკისთვის იქ, სადაც დაიბადა კანონი. იქამდე არაფერი არსებობდა, რაც აბსოლუტური, რაც არ აბსოლუტური, რაც არ არსებობდა, იმას ცხადია ვერ შეზღუდავდა არაფერი. შესაბამისად რესპუბლიკის აზრით კანონი რეგულირებს, ანუ ქმნის, ანუ ქმნადობის პრინციპი პოზიტიური აქაც არის ადგილზე ის როგორც ბევრი მომენტი. და აქ რესპუბლიკა განსხვავებს კანონ მორჩილებას და დომინაციას შორის. კანონთან მორჩილება არ არის მონობა. უბრალოდ მორჩილების ფორმა არის და აქ რუსოს გავიხსენებ, რომელიც ამბობს, რომ კანონები ადამიანებს ანთავისუფლებს, მაგრამ ანუ თავისუფალი ადამიანი იქ და მაშინ, როდესაც კანონი არის საერთო და კანონი არსებობს და არა იქ, სადაც ადამიანი ამბობს, რომ დავაკეთოთ. ანუ დამოკიდებულება უკვე ჩვენ ვაქცევს უქნებათ, ისე როგორც კანონთან მორჩილება არ გვაქცევს, მაგრამ პირიქით თავისუფლებს კანონური შექმნა თავისუფლება და როგორც ციცერონი ამბობდა ზეზანტი, ჩვენ ვემონებით კანონებს იმისათვის, რომ ვიყოთ თავისუფლები. სხვადასხვა თვითონ ლოგიც, რომელიც ლიბერალიზმის მამა აკითხება, არის რესპუბლიკელი ოსტოში თავისუფლების ხელისუფლება. ის ამბობს, რომ ციტირებს, სადაც არ არის კანონი, არ არის თავისუფლება. ანუ კი დაურეგულირება არის, მე შექმნა თავისუფლება. ლოგი თავისუფლების მორება აღიქვამს ისეთ მომენტებს, როდესაც ადამიანი შეუძლია არ იყოს დამოკიდებული არბიტრალურ მებაზე, არა? ანუ სხვის არ ვიცი როგორ თარგმნა კითხები ეს ვაფშე და მე რეკომენდორი არ გვაქვს ესეთი ცნება აქ, ანუ სხვისი ახილება, არა? arbitrary will, სხვისი ახილება, სხვის ნებაზე დამოკიდებულება. ანუ ლიბერალიზმის დამოკიდებულებში ეს რესპუბლიკური მომენტი ჯერ კიდევ არის, მაგრამ შემდეგ ლიბერალიზმი უკვე თვითონ კლავს, რესპუბლიკანის ფაქტორად სულად. სხვაშორის ჰოქსმა, ვინც მოგესწრებით იყო აბსოლუტიზმის მომხრე და ესე იგი მონარქიის მომხრე საერთო ჯამში, ის ჰოქსი მიიჩნევდა, რომ რესპუბლიკური თავისუფლება არის ყველა საშენების დასაბამი. ის ამბობდა, რომ ზუსტად რესპუბლიკურმა თავისუფლებამ და მისთვის თანამდებმა ქაოსმა, იმიტომ რომ ხალხს აქვს აზრი და ხალხს აქვს უნარი და უფლება დააფიქსიროს ეს აზრი, ამან გამოიწვია ჰოქსის აზრით ინგლისის სამოქალაქო ომები, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა და რომელსაც შეეწია ძალიან ბევრი რამ და ბევრი ვინო. და სწორედ ამ კონტექსტში ჰოქსი აღნიშნავს, რომ ირონიულად, რომ ლუკას მოქალაქე და ლუკა იყო ქალაქი, ესე იგი თვითმართველი ერთეული, ის ამბობს, რომ ლუკას მოქალაქე ხო არის ლუკა რესპუბლიკა, რა?
რატომ არის ლუკას, როგორც რესპუბლიკის მოქალაქე, უფრო მეტად თავისუფალი, ვიდრე კონსტანტინოპოლის სულთნის ქვეშევრდომია, რა, რომელიც თავისუფლად არ იყო რესპუბლიკა, იქ არ იყო კანონი, იქ იყო ერთი ადამიანის მიერ. პასუხად მას თანამედროვე რესპუბლიკელი, მისი თანამედროვე რესპუბლიკელი, ჯეიმს ჰარინგტონი, ოშინას ავტორი, ეუბნება, რომ ჰობსი მწარედ ცდება. ლუკას მოქალაქეები, ჰარინგტონის აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თავისუფლად იყვნენ, რადგან ისინი ემორჩილებდნენ კანონს, რომელიც ყველასთვის იყო. ისინი იყვნენ სხვადასხვა სამოქალაქო და კონსტიტუციური სამართლით გაერთიანებული და არა ვიღაცის კეთილნებაზე დამოკიდებული. ისინი, ციტირებ, იყვნენ თავისუფლად ლუკას კანონების მიხედვით, რომელიც ყოველმა კერძო კაცმა შექმნა ყოველი კერძო კაცისათვის, რომ დაეცვა მისი თავისუფლება. სულხანს ამოგახსენდება ტიპიური რესპუბლიკური კონექტური ისტორია, რატომ იბადება ქალაქი, რა? იმიტომ ადამიანებს ეშინიათ, რაღაცადაც ერთმანეთი ჭირდებათ და ისინი ერთიანდებიან, რომ შექმნან საერთო სივრცე, რომლის პოლიტიკა შემდეგ აიღო რესპუბლიკური, საერთო და საჯარო. და მონის იდეა, მონის მაგალითი, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მონა არის კლასიკური მაგალითი, რომელსაც ციცერონი და მოყოლებული, ესე იგი ტიპიურად იყენებენ რესპუბლიკელი ავტორები თავისი მესიჯის ჩვენთვის გადასაცემად და ეხლა მეც მოკლედ შევეხები ამას და ამით რჩები უკვე ამით პრინციპში უკვე ვიტყვით თავისუფლების როგორც ნონ-დომინაციის იდეაზე რა არის ეს ჩვენ თქვით რა არის ლიბერალური რა განსხვავების რესპუბლიკურისგან ახლა რა არის უშუალოდ რესპუბლიკური რესპუბლიკური უფრო რადიკალურია როგორც გითხარით ანუ ის გარემოებებს რომელშიც ადამიანები თავისუფლად უფრო პრეტენზიულ კრიტერიუმს აკეთებს ეს უფრო მეტს ითხოვს სახელმწიფოსგან პოლიტიკური სივრცისგან იმისთვის რომ მოქალაქე ჩათვალოს თავისუფლად თუ ლიბერალი თავისუფლად მიიჩნევს ადამიანს რომელსაც არ უშლის ხელს და იმას სწორებ ანუ არ ჩარევა და არ ხელი შეშლად ერთ-ერთს გულისხმობ non-interference ასაც ქვია არ დაბრკოლება არ ჩარევა არ ხელი შეშლა თუ ეს ლიბერალი თქვენ თუ არავინ არ გეუბნებათ რომ არ ქნა ის და არ ქნა ეს და არ გაშინებთ ასე შემდეგ თქვენ ხართ თავისუფლად რესპუბლიკელს ეს არ აღავლებს რადგან ეს მიიჩნევს ადამიანი შეიძლება იყოს პოლიტიკურად არათავისუფალი მაშინაც კი თუ ამ ლიბერალური გაგებით მას არავინ არ აბყოლებს პირდაპირ გაგებით არა და იგი ჩვენ მაღაროების მაგალითი არა ან შიერი ადამიანის მაგალითი ესეც ძალიან ათვალისწინებს მე მგონი რესპუბლიკურ და ლიბერალურ ეჭვის განსხვავებას იმიტომ ეს ნეოლიბერალში გადმოვიდა რა ეს თქვა ეს არგუმენტი რომ კი ბატონო შეუძლია ახალი სამსახური იპოვოს ხო მეტი ისწავლო და აღარ შეშლებს ხო და ასე შემდეგ ხო ეს იდეა რომ კონტინენტი რომ არსებობს რაღაც შევა დაემართოს ადამიანს და ამ დროს მას ჭირდება რაღაც მექანიზმი რომელიც იცავს ამისგან და ეს უნდა იყოს რესპუბლიკისგან მოწოდებული სხვა მხრივ აღარ არის მოქალაქე ხილსულ მდგომარეობაში და აღარ არის თავისუფალი ის უკვე დამოკიდებული ხდება ეს იდეა ლიბერალიზმში არ არის ანუ რესპუბლიკელი ამბობს მხოლოდ არ ჩარევა არ არის საჭირო არ არის საკმარისი როგორც მაკიაველი თავისუფლების გეოგრაფია ზოგადად არის ესეთი მაკიაველი ორ ნაწილად ყოფს საზოგადოებას პოპოლო ეკრანტი ხო ანუ ესე იგი პლექსი უფრო ძველი გაგებით ხალხი ჩვენი გაგებით დემოსი გნებავთ ასაკული გაგებით და დიდებულები რა და ის ამბობს რაღაცას რომ პოპოლოს ან ჩვეულებრივ ხალხს რა ან ჩვენ მაგალითად რა ჩვეულებრივ ხალხს ჩვენ მაკიაველის აზრით გვაქვს სურვილი არ ვიყოთ დომინირებული რა ჩვენ არ მინდა ალბათ ასეთქებას არ გინდათ ვიყოთ ჩაკული რეპრესიული რა მაშინ როდესაც გრანდის ანუ დიდებულებს ანუ შემოჩენილი ვთქვათ ამ პოლიტიკურ ელიტებს თქვა პირიქით მაკიაველის აზრით აქ ყოველთვის ეს განცდა ყოველთვის უნდა რომ პირიქით ის მეტი თავისუფლებაც აიღონ და მეტი ძალაუფლებაც აიღონ და უზურპატორები გახდნენ და ზუსტად ამიტომ მაკიაველი ხალხი უნდა იყოსო თავისუფლების გუშაგია გაარდიანს ლიბერტი ხო იმიტომ რომ ხალხს უფრო მეტი ინტერესი და უფრო მეტი მათგანია ვისაც აქვს ინტერესი დაიცვას თავისუფლება რომელიც ერთად ორ კაცს მიაქვს ანუ რესპუბლიკაში თავისუფლება მხოლოდ ის მოქალაქეა ვინც არ იმყოფება დამოკიდებულების რეჟიმში გამომეორებთ და არ არის დამოკიდებული მესამე პირის თუ კორპორაციის თუ ინსტიტუტის თუ ეკლესიის თუ აგენტის ნებისმიერი მესამე პირის ნებაზე და აი კლასიკური მაგალითი მონის რომელიც ხშირ გვხვდება ამას ახლა ძალიან კარგია ეხლა აი თუ დავნებდებით ლიბერალურ თეორიას არა და თუ ავიღებთ ლიბერალურ თეორიას თავისუფლების ჩვენს ისე სამუშაო ვარიანტად მაშინ რა მდგომარეობაშია მონა თუ ლიბერალის დაუჯერებთ მაშინ გამოდის რა რომ მონა რომელსაც ყავს კეთილი ბატონი რა ბატონი რომელიც არ აკონებს მას შეიძლება იყოს ასული ძალიან პარლადაგებზე რა ან იყოს გადასარევი ხასიათის პიროვნება მაშინ ეს მონა გამოდის თავისუფალი არა და მას არავინ არ აკონებს რა არავინ არ უნდა თქვა ეხლა დალიო წყალი ახლა დავაწყო თმა არ შეჭამს სადილი არავინ არ აკონებს მაგრამ მონა არის მონა
რატომ არის მონა? იმიტომ რომ ის არის დამოკიდებული. აი რესპუბლიკურ აზროვნებას ეს პრეტენზია ლიბერალური სიმარტივის გამო მონაც კი შეიძლება ეკასახულიყოს თავისუფალი. და ზუსტად ამაზეც საუბარია ეს მონების თავისუფლებაზე საუბარია. ეს ჩვენ გვაცხადებენ თავისუფლად თუ ჩვენგანს ეს ის ლიბერალური იდეა და ჩვენთა პრობლემა ისაა პრინციპში ლიბერალური იდეაც კი ესეთი სუსტია და პირიქით ეს იგი ავეჯით დაგზდებენ როცა ლიბერალური იდეები გაქვს, მაგრამ აქ მეორე პრობლემაა კი ლიბერალიზმის ქვეყანაში ზეობს, ავეჯით მაინც გამოგაგებიან, მაგრამ აქ მეორე პრობლემა იქნება ეს არ არის საკმარისი. იმიტომ რომ ლიბერალიზმი მიიჩნევს თუ არავინ არ ერნება, თუ ყველა არის თავისთვის, შენარევი ჩემს საქმეში, ნერვები ჩემს საქმეში, ჩვენ ყველა ვართ თავისუფალი. თავისუფლება ასე მარტივი არ არის. სამწუხაროდ ჩვენ შემოვიყოთ დამოკიდებული სოციალურ, ეკონომიკურ, ბუნებრივი კატასტროფის ფაქტორზე და უამრავ სხვა ფაქტორზე, ინსტიტუტებზე, რა თქმა უნდა, კულტურულ რეპრესიას იწვევიან ყოველდღიურ ქვეყანაში. ანუ რესპუბლიკელი ამბობს, რომ ლიბერალიზმი არ არის საკმარისი, და მონა ასე გამოდის თავისუფალი. თქვათ, იგივე სხვა უფრო აქტუალური მაგალითს ვამბობ, ცოლი, ქალბატონი ოჯახში, რომელიც არის, თქვათ, ისეთი რეპრესიული მეუღლის ცოლი, რა? შეიძლება ეს მეუღლის ცოლის გადასარევად, შეიძლება ის ცოლის შენერდად დღეს, მაგრამ თუ ის იმყოფება იმ რეჟიმში, სადაც არ არის ლეგალური მექანიზმი, სრული სხვაა, რა? რომ საკუთარი უფლება დაიცვას, მაშინ ის გამოდის მონა, რადგან ერთ დღეს ესე იქნება, მეორე დღეს ისე იქნება. და როგორც ვახსენე, რესპუბლიკას ის გარანტიები შემოიტანოს ამ სტაბილურობა დროში. ეს არის რესპუბლიკური პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ფორმისთვის, ისე როგორც მოქალაქისთვის. ეს შიშის არარსებობა, შიშის აღყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რა. აი, ედგარ ცერმაკიელი თქვა ადამიანი მაშინ არის თავისუფალი და ძალიან ბევრი ინოვაციას მაკიაველის გამოგმით, რომ ის არის ხიდი და ყველა სხვა, როგორც ინგლისის რევოლუციის დროს წერს ზუსტად იგივეს, ფაქტობრივად არც ვიარ მაკიაველის პირდაპირ პოლიტიკის კონტექსტს აღგებენ. ვისაც ეს იგი საკუთარი ნახირი, ცოლი, ქონება და ასე შემდეგ არ აქვს ეს იგი უზრუნველყოფილი, გარანტირებული. ის აღარ არის თავისუფალი. თუ შიში ერთი წამი მაინც შემოდის პოლიტიკურ ცხოვრებაში, იქ თავისუფლება არ არსებობს, რა. თუ შენ გეშინია, რომ რეჟიმი თუ შენ რაღაცას იტყვი, იქნება შესაძლებელი რეპრესიული, შენ აღარ ხარ თავისუფალი. აქ ორი ვარიანტია, ერთი რომ არ იყოს ასეთი პოლიტიკური სისტემა, მეორე არ შეეშინდეს, მაგრამ თუ გეშინია, შენ უკვე აღარ ხარ თავისუფალი. და სხვა შეიძლება ეს დავადა პათანონის მოქალაქეების პრობლემა ჩვენთან არის ჯერ კიდევ არათავისუფლების პრობლემის გამო, იმდენ რამდენიც ადამიანს ეშინია დღემდე, კი ჩვენ ვესმის ჩვენ დამთავრდით რაღაც ტირანიზმს, მაგრამ ჩვენ არაფერს განთავისუფლება, ჩვენ კულტურის განზრახ განთავისუფლება, რა თქმა უნდა, არის ასპექტი, რომელიც ამას შენ გადაგდებენ სამსახურიდან, რა, ეს ჩვენ კიდევ მოგვითხრობს ჯერ კიდევ, ეს საბჭოთა კავშირის მასშტაბით არის პრინციპში, ჩვენ გადაგდებენ სამსახურიდან, შენ არ მაქონდეს პოზიცია, მოქალაქეობა ვერ ყოფნის პრობლემა არის. ქვეყანაში, იმიტომ რომ ან გეშინია, ან სოციალური რესურსები გაგაჩნია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და იგივე რა თქმა უნდა ინვალიდი, თქვენი აზრით, რომელიც აი მივიდა დაფინდეთ ინვალიდი, რომელიც ვერ გამოდის ქუჩაში, რა? არ არის ასეთი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების და სივრცის. არის თორე ინვალიდი თავისუფალი. აი ერთი ორი პასუხი შეიძლება. არის თორე ინვალიდი საქართველოს თავისუფალი. ვინმე ფიქრობს არის? მოდი საქართველოს ვთქვათ და გეტყვით. აი არის თორე თქვენი ასეთი ინვალიდი ჩვენთან, ჩვენი მოწყობის პირობებში ინფრასტრუქტურა ბატონო კი ეს გასამეშიარი თქვა და ეხლა აღარ ზუსტად აქ მოსვლას და მეთქებით თავისუფლებაზე საუბარს აქ მე ვახსენე რაიმას მაგრამ ერთი არის სოციალ-დემოკრატიული იდეები უფრო არა, ანუ აბსოლუტურად თანაბარი გადანაწილება, ასე თუ ვიტყვით, ეს არ არის რესპუბლიკანიზმი. აი რაშია საქმე, რესპუბლიკელი დავწერთ რესპუბლიკელი აღიქონს დომინირებულობას სამი მთავარი მიზეზის გამო ძალიან ცუდ რაღაცად, ზოგადად ძალიან ცუდ რაღაცად, თავისთავად იყო მონა არის ცუდი და მეტაფორით, მაგრამ სამი კონკრეტული მიზეზი მოყავდა და სამი იყო. ეს განსაკუთრებით კვენტინ სკინერის და ფილიპ პეტიტის ისეთი თეიქია, მათ ინტერპრეტაცია მე ძალიან მომწონს რაღაცო პირველში იყო დომინირებული ნიშნავს არ ქონის არათაი გარანტია, რა? ანუ თქვენ ვერ გექნება თქვენი ბიზნესი, ან გექნება და ყოველდღე იტყვით რომ როდის წამართმევენ, როდის გამძარცვავენ, როდის დამიწესებენ რაღაც საშინაო ტყუილ გადასახადს, ან საერთოდ ისე წაიღებენ, ან როდის დახურავენ საერთოდ. თქვენ არ მოგინდება წავარდოთ, თუ ესე იგი თუ საყაზე იმყოფებით, რომ მეტი და მეტი ჩადოთ, თუ ესეთი არის, არავითარ სტაბილურობა ქვეყანაში არ არის, რა? არის შიში და არის სიმყარის სრული დეფიციტი. არავითარ სტაბილურობა არ არის. სხვა
როდესაც ეკონომიკას ამითარებენ და თან რეპრესიას მიყოფენ ხალხს, აქ მեղიღება, რადგან შეუძლებელია ერთად სანაცარაის სტაბილურობა არ არის ერთად ეკონომიკური წინსვლა. შეუძლებელი. მაგრამ აქ პრობლემა რა არის? ნებისმიერმა თუ თქვენ ხართ დამოკიდებული ნებისმიერი მესამე პირის ან აგენტის დებაზე, პატარა ცვლილებაც კი მათ ხასიათში იმ დღეს თუ ზოგადად გამოიწვევს თქვენი თავისუფლების ცვლილებას. თქვენი კონდიცია აღარ იქნება თავისუფალი, თუ მე ვარ ვიღაცის ბატონი აქ და მე გავჯავდი, თქვენ საქმე აღარ არის. კარგად თქვენ არ ხართ თავისუფალი. მაგრამ შეიძლება მე სულ არ გავგოლებთ რა მუდმივად. შეიძლება ხანდახან მქონდეს ცუდი ხასიათი. ლიბერალიეთ უნდა თქვენ თავისუფალი ხართ თუ არ გავგოლებთ რა? ანუ ყველა იმ დღეს, როდესაც თქვენ მე არ დაგავგოლებთ, თქვენ თავისუფალი იყავთ, მაგრამ უცებ მე შემეცვალა ხასიათი, ცუდ ხასიათზე გამომიწევთ და გადაწყვეტა უნდა დაგავგოლოთ და საერთოდ აგიგზავნოთ ჭამა ერთი დღე. თქვენ აღარ ხართ თავისუფალი. აი, ამიტომ არ არის არ ჩარევის, ესე იგი, იდეალი საკმარისი. ამიტომ არ არის და იგივე სოციალურ საკითხებზე ალბათ ჩანს რატომ არ არის. ესე, იმიტომ რომ ეს იწვევს არგუმენტებს, სრულიად აქვს დაკარგული საერთო სივრცის განცდა, სრულიად აქვს დაკარგული პირადაჩენების ჰუმანურობის განცდა, თუმცა ეს უფრო პირადაჩენებია და აღარ გადავალ ჩემს აზრებში. მეორე ფაქტორი, რესპუბლიკელი მირჩევენ რომ გაურკვევლობის მდგომარეობაში ამ გაურკვევლობის მდგომარეობიდან გამოსვლისას, არა, რომელშიც ადამიანი მოხვდა ბუნებისას. ადამიანი რახან დომინირებულია, ის უკვე თავის თავზე იწყებს ფიქრს, აი ესეთი არგუმენტია, უფრო მორალური ხასიათი შეიძლება ითქვას, ის თავის თავში ეძებს შეცდომებს, ის ეწევა თვითკრიტიკას და თვითდამცირებას საბოლოო ჯამში. აი ესეთი რესპუბლიკური არგუმენტი. და ამისგან უნდა დაეცას ადამიანის სახელმწიფო. ადამიანმა მას შეიძლება იფიქროს, თქვა, აი მაგალითად შეიძლება იფიქროს, თქვა, პატარა ლუკვა, რასაც შეიძლება იფიქროს, მიუგდებენ, ეს მაგალითად მაგალითად ესე იგი გამოიყენოთ ხოლმე, შეიძლება იფიქროს, რომ რაღაც უკეთ უნდა ეკავა, რა, რაღაც ხონერად უნდა ეკავა, რა. და ნეოლიბერალი შეიძლება დაეთანხმოს დააჩინა ის კულტურას. შეიძლება ნეოლიბერალი დაეთანხმოს ოქროს კი, აი ჩემნაირად გასწავლა, ხო, სკოლაში და მე რა ჩემნაირად მიმუშავა, რა, შემაგარვალი ხარ და ამიტომ მე მომისმენია ეს პოლიტიკური არგუმენტები, ხაშეს მე მომისმენია, მე გამიგია რომ უკეთეს სწავლა, ხო, უკეთ მეტი კვალიფიკაცია აიმაღლოს, ესე იგი გამოდის მაგარვალი არ უნდა გქონდეს. ყოველდღე გახდეს ესე იგი თესევს პროფესორი და შემდეგ შეიძლება იყოს თავისუფალი, რა. დურგალი არ უნდა ითქვა, რომ აიმაღლო კვალიფიკაცია და გახდე დირიჟორი თქვა. აი ესეთი გამოდის ლოგიკა, რაც თავისუფლების წესია. და მესამე, რახან დომინირებულია ადამიანი. ეს იცი რა ქონდა დომინატორმაც, იმანის ბატონობს და დომინირებულმაც, ანუ იმანის ბატონობს. ეს უკვე ორივე მიცის, ანუ ისინი თავისთავად აღარ იქნებიან თანასწორობის რეჟიმში და რესპუბლიკა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს აბსოლუტურ ექსპრესიულ ეკალიტარიანზე დაფუძნებული. ყველა ჩვენი უნდა იყოს აბსოლუტურად ჩვენი მახასიათებლების, ცოდნის, ხასიათის მიუხედავად აბსოლუტურად თანასწორი. გინდ ჩვენ რომელიღაც ჩვენი არ იყოს მართველი ქვეყნის, ან რაღაც გავლენის ინსტიტუტის ყველა ვარ თანასწორი. და ამ გარანტიის, გარანტიის ასპექტი ვახსენებ, რომ გარანტია არის საჭირო. აი ეს ბუნებრივი მდგომარეობა გადასარევი აღწერა, ასე შემდეგ, რომ გარანტია არ არის, არა? არც თქვენას რა თქმა უნდა არაფრის სიმყარის განცდა არ გინდა, არც ინვესტიცია, გიშლია და წაკეთება ყველაფერი და ასე შემდეგ. ზოგადად ეს ალბათობის ასპექტი არა, რომ პოტენციურად შეიძლება რაღაც დაგემართოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესპუბლიკურ ფილოსოფიაში ძალიან შეგნებულად. როგორც უკვე ვთქვით, ეს თავისუფლების იდეალიც ხო, ამბობს რას, რომ შეიძლება ამ წელს არ იყო რეპრესირებული, მაგრამ თუ კი არსებობს რეპრესიის პოტენციალი, რა, ანუ სამომავლო ალბათობა, რომ ვიღაც დაგიმონებთ, უკვე აღარ ხარ თავისუფალი. აბსოლუტურად აღარ ხარ თავისუფალი. თქვენ უნდა გქონდეთ გარანტია, რომ ისე არის საქართველოს მოწყობილი, სოციალური რესურსის მხრივ, აი ამ დავკვირვებთ ზუსტად თქვენს შენიშვნას, სოციალური რესურსის განაწილების მხრივ, ისე როგორც პოლიტიკურად. რესპუბლიკური გადაკვეთილი პატრიოტი ვიყავი ინგლისში და იტალიაში, იმ ქვეყანაში სასმელ მიცხოვრია, რა. და თავისთავად აქაც სადაც ვიცავ მაქსიმალურად პოლიტიკური პოზიციას და ქმედებითაც აი ამ იდეალს, რადგან ჩემთვის ეს არის სამშობლო. ანუ ეს არავითარი ნამდვილობაში არ მოდის არც რაღაც კოსმოპოლიტურ ღირებულებებთან და არავითარი ნამდვილობაში არ მოდის არც ზოგადად საკაცობრიობო ღირებულებებთან. რესპუბლიკური პატრიოტიზმი არ არის არც ეთნიური და სამოქალაქო ნაციონალიზმი და სამშობლო არ არის ერი. მათ ყოველთვის ორი სხვადასხვა სიტყვა აღნიშნავ და ერთი რომ ნატიო, სადაც მოდის nation და ნაციონალიზმი, მეორე პატრია, სადაც მოდის სამშობლო და პატრიოტიზმი. ერს აქვს არაპოლიტიკური ღირებულებები, რომელსაც ის დგას, მაშინ სამშობლოს აქვს პოლიტიკური და კულტურული ღირებულებები, რასაც ის პრინციპში ერს უპირისპირებს და რაც აერთიანებს მოქალაქეებს ამ სამშობლოდ. და რესპუბლიკელიზმის მაშინ რესპუბლიკელი პატრიოტიზმის ნამდვილი სამშობლო არის მხოლოდ აი ესეთი სივრცე, სადაც ყველა აერთიანება თავისუფალი, სადაც სიკველი არის დომინანტი, ანუ ყველა ჩვენ განიცავს ყველა სხვის თავისუფლებას და კანონებს, ჩვენ გვქნით კანონებს,
მაშინ ნაციონალისტისთვის სამშობლო არსებობს რეალურად მხოლოდ იქ, სადაც ადამიანებმა ესე იგი ერთნაირობა, ერთიდაიგივეობა შეინარჩუნეს. სადაც კულტურული იდენტობა პრინციპში შეინარჩუნეს. ამიტომ რესპუბლიკა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ფორმა, ეს კულტურული წესრიგია, რასაც დანიშნეს, რომელიც დგას თავისუფლების და თანასწორობის რესპუბლიკურ იდეალებზე. ეს გამოცდილებაც არის, რომელიც სამწუხაროდ ამ ქვეყანას ამის მოსავალ აკლია ისტორიულ კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არის გამოცდილება, რომელიც შეიძლება დაიბადოს დროში და ეს არის ჩვენს სულით დამოკიდებული. და ისედაც სამშობლო არის, არა მათი ვინც ინტერესებს დაიბადა, არამედ მათი ვინც ამ სივრცის ნაწილია მოქალაქეობით და იდეალების სამსახური, რომელიც თავისუფლება და კანონი. სხვაშორის ერთ გავიხსენებ აქ კარლო როსელის იტალიელ ინტელექტუალს და ანტიფაშისტს, რომელიც მოკლეს ფაშისტებმა 1914 წლის ივნისში, სხვაშორის ბერტოლუჩის შესანიშნავი ფილმი კონფორმისტი, რომელიც ალბათ ნახეთ, ზუსტად კარლო როსელიზე არის აგებული. კარლო როსელი მოკლეს, კარლო როსელი იყო ძალიან გონიერი ადამიანი, ვინც ხვდებოდა, რომ მემარცხენეების საპრეცედენტო მემარცხენე აღმოჩნდა პატრიოტიზმი იყო, ცუდი ამ ენერგიას ებრძოდნენ. კარლო როსელი ამბობდა, პატრიოტიზმი კი არ არის ცუდი, მისი მნიშვნელობაა ცუდი. თვითონ სამშობლოს მიხარდა, იმიტომ მაგასაც ფაშიზმი იპარავდა სამშობლოს იდეას რა. ესე იგი სამშობლოს სიკვდილი ყველაზე ტკბილია და მსგავს სლოგანები, რა თქმა უნდა. ანუ ფაშიზმი აქტიურად იპარავდა სამშობლოს იდეას, ისე როგორც ხშირად ცდილობდა მოიპაროს სამშობლოს იდეა. კარლო როსელი მიხვდა, შემამში შეეძლია კიდეც პრინციპში, უფრო პოლიტიკურად აღნიშნულ ბრძოლა, კარლო როსელი მიხვდა, რომ სამშობლოს იდეა იყო არასწორი და არა პატრიოტიზმი, რომელიც არის სამშობლოს სიყვარული, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან კარგი რამ. და როსელიმ ასეთი რამ თქვა, ერთმანეთთან საუბრისას, ჩვენს თაობას სამშობლო წაგვართვესო. ჩვენგან წაიღეს სამშობლო. რაშიც ის გვიწყდა იმას, რომ მოპარეს სამშობლოს ის იდეა, რომელიც იყო მისთვის ძირფასე, მე ძალიან ხშირად მახსენდება, რომ ეს უწოდებენ რესპუბლიკელებს, ლიბერალებს და ზოგადად პროგრესისტებს სამშობლოს მოღალატეს და ასე შემდეგ. ყოველთვის მინდა ვუთხრა, რომ თუ ჩემი სამშობლო უნდა იყოს არათავისუფალი, დამამონებელი და დამონებული, ეს რაღაც მახინჯი მითიური სივრცე, მაშინ ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნებ სამშობლოს მოღალატე და ყველას მოგიწოდებ იგივესკენ, რა თქმა უნდა. რადგან სამშობლო თუ არ არის თავისუფალი და სტაბილური სახელმწიფო, სადაც ყველა არის თავისუფალი, ის შემოს არ არის საერთოდ სამშობლო. მაშინ ასკის სახით ვიგებთ რა არის რესპუბლიკა. ეს არის ერთი პოლიტიკური ფორმა, სადაც ძალაუფლება არა მხოლოდ ხალხში ძევს თეორიულად, არამედ ხალხის არის პრაქტიკულად და მაქსიმალურად უნდა იყოს მეტად და მეტად ხალხის. ეს არის პოლიტიკური ფორმა, რომელიც სახელმწიფოს იმ გვარწყობას განისახავს, სადაც ყველა მოქალაქე მონარქია და სადაც არავინ არის მონარქი. სადაც ყველა ბატონია და არავინ არის ბატონი. ბატონი, იმიტომ რომ არის ერთადერთი ბატონი, რომელიც არის კანონი, რომელიც ერთიანობას ქმნის, საერთო სივრცეს ქმნის, სადაც რომლის წევრიც ყველა ჩვენი ვართ. მაგრამ რესპუბლიკა უზახსნე არ არის მხოლოდ პოლიტიკური ფორმა, მით უმეტეს მხოლოდ პოლიტიკური ფორმა, რომელსაც არ ხავს მონარქია, რესპუბლიკა არის პოლიტიკის შინაარსი, ანუ კულტურული წესრიგი, რომელიც თავისუფალი ცხოვრების წესის იდეალს ანიჭებს გამოხატულებას. და რა არის მაშინ რესპუბლიკანიზმი? რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური იდეოლოგია, მაგრამ ეს ასევე არის ცხოვრების წესი, ეს მართლობის ფილოსოფიაც არის, მაგრამ ასევე არის ერთგვარი პოლიტიკური წესი, რომელიც გულისხმობს ამ იდეალური სამოქალაქო ცხოვრების განხორციელებას. გასაკვირველია, ყველაფერი ფაქტობრივად დღეს თქვი, არის ძალიან იდეალური, მე ეს მის. ეს იდეალური თეორია არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ნიმუშები რესპუბლიკების, რომელიც არსებობენ, ისინი მართლა არსებობენ, არსებობს ნამდვილად რესპუბლიკური სტაბილურობა და რესპუბლიკა ნამდვილად არის ფორმა, რომელსაც შეუძლია ყველაზე მეტი სტაბილურობის ფიქსირება დროში და ბოლოს მგონია თუ არ დავსახელებ მაქსიმალურად დიდი, მაქსიმალურად იდეალური მიზნები, გაცილებით ნაკლები ღირებულის განხორციელების შესაძლებლობა რეალობაში, ამიტომ მგონია რომ დავსახოთ ძალიან მაღალი მიზნები, გინდ აი ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვსაუბრობთ დღეს საქართველოსგან ჯერჯერობით შორს, ან საქართველოს ამისგან შორს. ერთი რასაც მინდა ხაზი გავუსახელო, არის რომ თანამედროვე თავისუფლება და არა მხოლოდ საქართველოში, სადაც ლიბერალიზმსაც კი პრობლემა აქვს. სულიად სოფლიოში თანამედროვე თავისუფლება იქცა მონების თავისუფლება. ლიბერალური თავისუფლება არ არის საკმარისი, მაგრამ როგორც ნახეთ, ის თავისუფლად განიხილავს რეპრესიის მდგომარეობაში მყოფ ადამიანსაც და მასაც ვიზეც ნებისმიერ წამს ვიღაცამ შეიძლება რეპრესიულად იძალადოს და მისი თავისუფლება სულიად წაიღოს. მე მგონია ჩვენ შევქმნათ საქართველოს რესპუბლიკა, რა შესაძლებლობა ჩანდეს ჩვენ შევქმნათ საქართველოს რესპუბლიკა, სადაც მოქალაქეს არ ეშინია მოქალაქედ ყოფნის, სადაც შეუძლებელია ძალაუფლება იქცეს ტირანია
ჩვენ და შევქმნათ რესპუბლიკა, სადაც ყველას აქვს მოქალაქედ ყოფნის თავისუფლება. ეს ის თავისუფლება, რომელიც ბერჭუნას არ აქვს, იმიტომ რომ ემუქრებიან, ანუ ეშინია და მოქალაქედ ყოფნის რესურსი, ანუ ინფრასტრუქტურულადაც და სოციალურად ჩვენ შეგვიძლია ისეთი ქვეყანა, სადაც თითოეულ თქვენგან შეიძლება იყოს მოქალაქე, შეუძლია თავისი უფროსი, თქვათ, პოლიტიკური უფროსი საერთოდ არ მოსწონდეს, მაგრამ მაინც მუშაობს მასთან, იმიტომ არის პროფესიონალი და იმიტომ რომ არის მისი მონა და ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა, სადაც არავის არ ცვენია იყვონ საკუთარი თავი. ნუ ეს მესიჯად ვიტყოდი რას, რომ ჩვენ დავანგრიოთ ეს მონობის ღმერთები და ღვთაებები ჩვენში და პოლიტიკურ სივრცეში და ავაშალოთ თავისუფალი სახელმწიფო და თავისუფალ სახელმწიფოს ყოველთვის ერქვა რესპუბლიკა. მადლობა.